გინდათ მსგავსი კადრების გადაღება თქვენ შეძლოთ? მაშინ მხოლოდ ჩვენთან შეზღუდული დროით და რაოდენობით 95%-იანი ფასდაკლებით 4K. ისა რა ქვია, მე რა არის კიდე? 5 კილომეტრზე ფრენი. დრონი მხოლოდ ჩვენთან, ჩვენს მაღაზიაში, სხვასთან არავისთან, იმიტომ რომ მსგავს არავინ არ ყიდის. ხუმრობ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ყიდის სამწუხაროდ, ამიტომაც გადავწყვიტეთ დღევანდელი ვიდეოს ჩაწერა. როგორც უკვე მივხვდით, ყველაფერი ჩამოთვალე, ფასდაკლება, 4K, პროფესიონალი დრონი, არის ტყუილი, რომელსაც ცდილობენ უბრალოდ გამოგიჭირონ ადამიანებისაც გამოცდილება არ გაქვთ დრონებში და გაყიდინოთ 20 ლარიანი დრონი. 100 ლარად და თან გითხრან 95%-იანი ფასდაკლება გაგიკეთეთ. ანუ არავინ არ აკლებს 450 ლარიან ნივთს 90%-ს და არ გაძლევთ მაგფასში. დაივიწყეთ. დღევანდელი ჩვენი ვიდეო ზუსტად მაგას დაეთმობა, რომ გასწავლოთ თუ რა არის პირველ რიგში red flag-ები და როგორ უნდა ამოვიცნოთ ძალიან სწრაფად მსგავსი, ძალიან მარტივი პატერნი არის უკვე შექმნილი, სქემი, როგორ არ მოვატყუებიოთ თავი გამყიდველებს, რომლების მიზანიც არის თქვენი ჯიბიდან ფულის ამოღება და თქვენთვის ტოსტორის სარგებლის მიღება. კიდე როცა გადაიხადე ფული, ჩადე ინვესტიცია, იმისგან მიიღო რაღაც ხო უკანაც. არა, აქ ვერ მიიღებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ ყიდიან სათამაშო ნაგავს. ამა კითხვა გიშლება 4K 100 ლარად როგორ უნდა დავიჯერო, მაგრამ არ არის ხალხი, რომლებმაც იციან 4K არის ძალიან ძიმე ტექნოლოგია. ნუ მოკლედ, ეგ არის, შევდექით, დავიწყეთ. აქვს ისა საწყისი ისა ვიდეო. გამარჯობა კიდევ ერთხელ, მე ვარ ჰაგრიდი, დრონების ინჟინერი, პილოტი, ზოგადად კარგი ადამიანი, რომელიც ცდილობს საქართველოში გავაპოპულარულო უფრო მეტად დრონები, განსაკუთრებით კი SFPV დრონები. მაქვს მაღაზიაც, რომელშიც აუცილებლად გირჩევთ რომ შეიძინოთ ნივთები, იმიტომ რომ მე არ ვყიდი უბრალოდ, მე გიტან სრულ კონსულტაციას, რომელიც არის უფასო, ცოტა რთული არის, ვიდრე მაგალითად DJI დრონი, რომელზეც შეიძლება დაიღო პულტი და დაიწყო ფრენა. DJI-ში ცოტა რთული პროცესი არის, ამაზე ცალკე ვიდეოებიც მაქვს გაკეთებული, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ უნდა ისწავლოთ FPV დრონით ფრენა. წესით უნდა იყოს რაღაც აქ სიმბოლო, აი გამოვა. დღეს ბევრჯერ მივუთითებ, აქეთ უნდა ბევრი საინტერესო ვიდეო ყვა. როგორც უკვე გითხარით, მე ვარ დრონების ინჟინერი, ვყიდი დრონებს, ზოგადად ადამიანებს ვასწავლი დრონებს და გული მკივა, როდესაც ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც 80 საათ გადაწყვიტეს ეკიდა დრონი, იფიქრეს რომ თან ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დრონს მოყვება პულტი, ბატარეა, სატენი, დრონი, ეგ ზღაპარია. და შემდეგ გული უცრუდებათ, იმიტომ რომ იღებენ რაღაც ნაგავს, რომელშიც იმედებს გიმყარებენ, რომ ეს იქნება, ის იქნება, ასე იქნება. სამწუხაროდ ეგრე არ ხდება სამყაროში, უფასო ფული ქართველებმა უნდა გადავეჩიოთ ამ ცნებას, არ არსებობს. ყველაფერს აქვს თავისი შესაბამისი ფასი. 80 საათ ეხლა რამდენი შაურმა გამოგივა. შაურმები თვითონ ზოგადად ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს და ჩემს უკან ერთი საშაურმე მაქვს. აი დიდი მოშჭი საშაურმე. შევდგეთ ახლა უკვე უშუალოდ პატერნის შესწავლას, რადგან ისინი ძალიან გვანან ერთმანეთს თავისი განცხადებებით Facebook-ზე შეგხვდებათ ძალიან ხშირად და რა მარტო მაგრამ Facebook-ზე განსაკუთრებით, ძალიან გვანან ერთმანეთს, ერთ თუ ისწავლი, მე ყველა იცი, იმიტომ რომ თქობა ერთი მოდერატორის მიერ ნაკეთებები არიან, ალბათ არ ვიცი, არ გადამიმოწმებია სიმართლე რომ გითხრათ. პირველი, ეს არის ყოველთვის სახელი. 4K, i88, Full HD, Pro Max, GPS drone. აი ესეთ სახელებს თუ ხედავთ, უკვე უნდა გქონდეთ ეჭვი. ეს უკვე აჩვენებს იმას, რომ დრონი არის გამზადებული მარკეტინგულად იმისათვის, რომ შეგეტენოთ. თქვენ კი არ გინდათ რომ შეგეტენოთ. მეც არ მინდა რომ შეგეტენოთ, იმიტომ რომ მინდა რომ ჩემთან იყიდოთ. მე კი, როგორც ჩემი მომხმარებლები ალბათ დაადასტურებენ, იმედია დაადასტურებენ კომენტარებში, რომ როცა მწერენ, საათ შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ რა დრონი გჭირდება შენ, თუ მე არ მაქვს ეს, შენ გეტყვი რა გჭირდება, მიგიყვან ამ გზამდე. კინაღალ დამოვიწყდა. თუ სახელში ხედავთ, ნახევრად პროფესიონალური. გავიმეორე. ნახევრად პროფესიონალური. არ არსებობს ნახევრად პროფესიონალური დრონი. ეს არის აბსურდი, ეს არის ტყუილი. დრონი არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სახეობის, მაგრამ არც პროფესიონალური და არც ნახევრად პროფესიონალური. დრონი არის დრონი. დრონს აქვს განსხვავებები აქვს, რა თქმა უნდა, ფასში განსხვავებები, მის დანიშნულებებში, იმაში თუ რა შეუძლია, ეს ფასი არ იკვეთება უმეტეს შემთხვევაში. მაგალითად FPV დრონებში, რომელსაც ახლა ჩემს უკან ხედავთ უმეტესწილად, აქ
არის მაგალითად freestyle დრონი, racing-ი ან რბოლის დრონი, არის cinematic დრონი, რომელიც ფილმების და ანუ cinematic ვიდეოების გადაღებებისთვის არის cinelifterები, რომლებიც უკვე მართლა ფილმების გადაღებებისთვის გამოიყენება. long range-ები, short range-ები, მოკლედ ყველაფერი არის. არ არსებობს ნახევრად პროფესიონალი. ნახევრად პროფესიონალი შეიძლება ზოგადად ნახევრად პროფესიონალი როგორია? ან პროფესიონალი ხარ, ან არ ხარ. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და კარგად გამოკვეთილი ისა რა ქვია, პირდაპირად ჩანს, ყველაზე კარგად ჩანს მარკეტინგული ხრიკი არის 90%-იანი, 95%-იანი ფასდაკლებები, როდესაც ღირდა 450-ან 500 ლარი და ეხლა მხოლოდ შენთვის, ზუსტად შენთვის, სხვისთვის კი არა, მხოლოდ შენთვის ჩემო მაყურებელო, 80 ლარი. დრონი არაზარგი და 450 ლარი თუნდაც იმ სიგიჟე ქართული მარჟების გათვალისწინებით რაც ხდება ხოლმე ქართულ ბაზარზე, თუმცა ღირდა მაგალითად 20 ლარი, რომელიც გამოწერა. თავისი და გაგახსენებთ რომ ამ დრონებში ხშირად არის პულტი, დრონი 4K და ნახევრად პროფესიონალური და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სატენი და ბატარეა. ანუ 4 კომპონენტიანი სრული და კიდევ შეიძლება მეორე ბატარეაც მოყვეს. ეს სრული აბსურდი არის, რაღაც აურად და სახიფათოა ხალხო. არ შეიძლება ასეთი ისი იაფეში როცა დრონს გაძლევენ და ამაში კიდე ბატარეა მოყვება, ღმერთმა იცის ის რას იზამს. ბატარეა არის ყველაზე საფრთხილო ნივთი ზოგადად დრონებში. შეჩვეულებრივად რომ ტელეფონში ბატარეა გვაქვს, არაფერი დიდად არ ემართება. დრონებში ეგრე არ არის. დრონებში ბატარეების შესახებ მაქვს გაკეთებული სპეციალურად მაგისთვის ვიდეო მაქვს გაკეთებული, რომელსაც რავი 1 საათიანი ვიდეო არა ცოტა ადამიანი ნახავს, ვიცი. მაგრამ თუ დრონებში აპირებ ჩემოსვლას, იქად დაყოფილი არის რა თავისი ესე ვთქვათ ნაწილებად და ნახეთ, აი თქვენ რომელ დრონსაც აერჩევთ, იმ დრონებისთვის არის ბატარეებზე ცალ-ცალკე გამოყოფილი. მაგალითად თუ Tiny Whoop-ს ირჩევთ, აი თუ ასეთ დრონს ირჩევთ, ამას ქვია Tiny Whoop-ი, რა პატარა არის, ხეზგულზე ეტევა. მაშინ იმას კენთ რა ქვია, bug moment-ზე უყურეთ. თუ ირჩევთ უკვე დიდ დრონებს, რა თქმა უნდა დიდ დრონებზე უყურეთ. რა თქმა უნდა, როცა DJI დრონებზე მიდის საქმე იქ ცოტა სხვანაირად, უფრო მარტივად არის ყველაფერი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ DJI დრონი ძალიან ძვირი. თვითონ დრონი, პულტი და ყველაფერი მოყვება იმასაც, მაგრამ იქ ძვირი ღირს. 1500, 2000, 2500 და ასე შემდეგ. ხოლო EF ფუნქციონს როცა 80, 100, 200 ან 300 ლარში გთავაზობენ, ესე იგი A few moments later. მესამე შეიძლება ითქვას, რომ არის მახასიათებლები. რო წერია 4K უკვე მორჩა, 4K თუ წერია 1000 ლარზე ქვემოთ თუ არის მორჩა, იქ არაფერი არ არის სალაპარაკო. შესაძლოა უფრო დაბალი ღირდეს ძველი დრონი, რომელიც მხოლოდ დრონი არის. ყველაფერი სხვა დაკარგა ან გადააყარა ან რაღაც არ ვიცი, ან ნახა უბრალოდ დრონის რაღაცა კუჭაში და ეგრე ყიდის იაფად. დრონზე 1000 ლარზე ქვემოთ არის ზღაპარი. მეცაც გეტყვი, ძალიან კარგი დრონი არის ასეთი DJI Neo, რომელსაც თუ არ ვსწრები 1000 ლარში ეტევი ყველაფრით, მაგრამ მეორეზე არ ვიცი არ მინახე სიმართლე გითხრა, მაგრამ პირველზე 4K ეწერა, მაგრამ არ იყო 4K, ანუ იყო უფრო მცირე რეზოლუცია, უბრალოდ ახდენდა მის არათრუე 4K, არა ნამდვილად ნამდვილი 4K და არა ნამდვილი 4K. მოკეთ აღარში აღარ ჩავორმავდებით. შემდეგ ეს არის ფრენის დრო, 9 საათი და 40 წუთიანი ფრენა. არ არის ეს 9 საათიანი ფრენა, გამორიცხული არის პირველ რიგში 15-დან 7-დან 15 წუთამდე მაქსიმუმი ფრინოს. ასევე შეიძლება შეგხვდეთ მაგალითად, რომ 5 კილომეტრზე ან 10 კილომეტრზე გავაო ძალიან თუ განაგლდებიან, სრული ტყუილი არის, ტექნიკური სიმართლე, ასე შეიძლება დავახოთ, ტექნიკური სიმართლე მხოლოდ კონკრეტულ მოცემულობაში და პირობებში, რომლებიც თქვენ არავითარ შემთხვევაში და არასდროს არ გიქნებათ, ყოველთვის გიქნებათ რაღაც შემაფერხებელი. დაბრკოლებების არიდების ისიც არ ხოლმე დაწერილი, სენსორები ეგეც არა აქვთ. ან თუ აქვთ ძალიან სუსტები, რომლებიც ვერ ასრულებენ თავის ფუნქციებს. ამიტომ მოგეთ ამ ყველაფერსაც უკვე ჩამოთვალე, როგორც ხვდებით, ფასი არის პირველი ინდიკატორი და ფასდაკლებას რა თქმა უნდა მე პირველად ჩანს, იმიტომ რომ დიდ დათვალიერად ფასდაკლება. და ყველაზე თავხედური ჩემი აზრით რაც არის, რაც შემხედრია, ხშირად არა, იმიტომ რომ უმეტესწილად მხოლოდ დრონის ფოტოები დევს, ან ვიდეო შეიძლება მაქსიმუმ, ოღონდ როგორ იცით, გარედან თვითონ რო შე რო უღებ რა დრონს. ის კი არა რომ გაჩვენოს როგორი იღებს დრონი. მაგრამ შეიძლება იყოს მომცემულობა და დაიდოს ძალიან მაგარი კადრები რა დრონისთან და უმეტეს შემთხვევაში თუ არა ყველა შემთხვევაში ეს არის თვითონ DJI-ს, DJI-ს დრონიდან გადაღებული 4K ან რაღაც მსგავსი კადრები. აქვე შედარებისთვის გაჩვენებთ ორივეს კადრებს, როგორ გამოიყურება ამ მაგალითად პირობითი E88 არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის, იმიტომ რომ ძალიან იაფი ღირს ჩინურ ბაზარზე და უბრალოდ ბავშვების გასართობი სათამაშო არის და ჩამოაქვს როგორც რაღაც პროფილი ან ნახევრად პროფესიონალური დრონი და ნამდვილი DJI-ს კადრები, რომლებიც 4K არის და ძალიან მაგარი არის, თუნდაც Mini 3 Pro ან უფრო მეტზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია.
მოკლედ უკვე თითქმის ყველაფერი გითხარით, რაც მნიშვნელოვანი არის. აქვე დავამატებ, რომ მაგალითად ერთ-ერთი გამოკვეთილი არის, რომ თითქმის ყველა მათგანს აქვთ DJI Mavic-ის ფორმა. ეს არის DJI Mavic, რომელიც, ფორმას ხედავთ, როგორიც არის. სტანდარტული არის, ასე ვთქვათ, თითქმის ყოველთვის ამ ფორმაში არიან. ეს პირველი Mavic-ები, ეს Mavic 2 Pro არის მაგალითად, საკმაოდ ძველი არის. ანუ ყველა იმაჟობია, რაც ახლა გამოდის ჩინური ჩინეთებიდან. ასევე, რა თქმა უნდა, სტაბილიზაციაც იქნება მითითებული, რომ მაგალითად 4K ვიდეოს იღებსო, მაგრამ ესეც დაივიწყეთ, სისრუე არის, იმიტომ რომ სტაბილიზაციისთვის არის საჭირო ძალიან მაღალი ხარისხის გიმბალი, რომელიც მათ არ გააჩნიათ. აი ეს გიმბალი, აი როგორ ძალიან ნაზი და ერთ-ერთი ყველაზე ზვირიანი რაღაც არის სიმართლე რო გითხრათ, ამიტომ ჩამოგივარდეთ ეს დრონი. FPV დრონებისგან განსხვავებით, FPV დრონებს დარტყმების არ ეშინიათ. DJI დრონებს ძალიან ეშინიათ, ერთი პატარა ჩამოვარდა მცირე მიკრობზარი და საკმარისი შეიძლება იყოს იმისათვის, რომ დრონი მთლიანად ტოტალურად სარემონტო გახდეს. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, დარწმუნებულება მეტი ახსნა აღარ ჭირდებათ, ეს კომბინაცია ეკრანზე არის ეხლა თუნდაც, ან ფოტოებზე რაც არის ეხლა გამოდის. ბუნებაში შეუძლებელია იმ ფასებში იყოს, რომელსაც გთავაზობთ გამყიდველი. სანამ გადავალთ იმაზე თუ რა დრონები უნდა ვიყიდო, მაშინ ჰაგრიდ რა გავაკეთო, მოვედი შენთან და რა დრონი ვიყიდო, ხო, სანამ მაგაზე გავაკეთებ, ასე ვთქვათ, აქცენტირებას, მანამდე მოგიყვებით უცებ მოკლედ თუ რა სამყარო არის ზოგადად დრონები. პირობითად დავყავი სამ სამყაროთ. პირველი ეს არის სათამაშო დრონები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც ბავშვებისთვის გასართობი, მათ შორის შედის უკვე აი ეს იაფიანი დრონები, რომლებიც ოღონდ 80 ლარი და 100 ლარი არ გადაიხადოთ მასში, 50 ლარზე მაღლა თუ ღირს, ესე იგი, ძალიან ცუდი მარჟა აქვს, ზედმეტი მარჟა აქვს მოგების. შეგეთ მოძებნოთ და რა ვიცი, ან მოვწეროთ თუ ძალიან გიგათ, მე ჩამოგიტანთ ახლა, რომ ვიდეოს გქონდეთ თავარი ნაყურები, ისე არ ჩამოგიტანთ. სათამაშო დრონებში გადის ეს i88 რაღაც Pro-ჩო, მოკლედ ჯანდაბები, რომლებიც ძალიან მარტივად გაფუშტება, ძალიან მალე ჩამოვარდება, არანაირ შორმანძილზე ის არ გავა, გადაღებაზე ლაპარაკი ზედმეტია, შეიძლება ქვის სასროლად გამოდგეს, ან შეიძლება თუ მოიქნე უფრო შორს შეიძლება აფრინო ვიდრე მისი ბატარეი. კამერიანი დრონი, ეგრეთ წოდებული GPS დრონები, მეტეს შემთხვევაში საქართველოში ეს არის DJI დრონები, რომლებიც იღებენ ძალიან კარგ კადრებს, თედი, ანუ ნელა მოძრავი, ფრინავი შტატივით შეგვიძლია უწოდოთ. ამ დრონებს აქვს ძალიან კარგი ფუნქციები, მიყოლის ფუნქცია, გადაღების ფუნქცია, საკმაოდ მაღალ ხარისხში, ანუ საკმაოდ საუკეთესო ხარისხებში იღებენ 4K, ზოგი 8K-ზეც არის უკვე ასული, რა თქმა უნდა, უფრო ზვირიანები. მათ აქვს შესაძლებლობა, რომ გასიამოვნოთ სამყაროს ზეციდან დანახვა. აქ არჩევანი საკმაოდ ფართო არის, არსებობს სხვადასხვა ბრენდები, სხვათა შორის ევროპული ბრენდები, არსებობს ამერიკული ბრენდები, მაგალითად ახლა მახსენდება ეს არის Auteli, Antigravity, Insta360-ის სათვალშთები, ანუ Antigravity ძალიან მაგარია, 360 გრადუსიანი ხედვა აქვს. არსებობს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, დონის დრონები, არის mini სერიები, არის Mavic სერიები, არის Matrix სერიები და ასე შემდეგ. ნუ განსხვავება მათში არის როგორც ფასში, ასევე მათ შესაძლებლობებში, როგორც ფრენის მანძილზე, ასევე ხედვა და ზოგიერთ საერთოდ 200 ზუმი აქვს, რომელიც თვალის გუგაში ჩახედავს რაღაც 10 კილომეტრიდან. და ჩემი საყვარელი ეს არის FPV დრონები, რომლებიც გაძლევს სამყაროს ზოგადად სხვანაირად დანახვის საშუალებას. FPV დრონი ნიშნავს იმას, რომ მე გავიკეთებ სათვალეს ჩემს სახეზე და თითქოს დავარ იქ, მე ვარ თვითონ დრონი, დავიწყებ ფრენას. და FPV დრონი არის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე მოწყობილობა, რაც კი შეიძლება ელექტრონიკაში შეხვდეთ, იმიტომ რომ ჩამოვარდნებს უძლებს ძალიან დიდ სიჩქარეებზე, დაჯახებებს, რა ვიცი, წყალს ვერ უძლებს, მაგრამ თუ გაამზადებს წინასწარ წყალსაც გაუძლებს. მაგათ ძალიან კარგი რაღაც არის, რომელიც შეგიძლიათ აუცილებლად დაგვიკავშირდით, ჩვენ გვაქვს საუკეთესო დამწყებებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მცირე დრონები, როგორც უკვე გითხარით, ეს არის Air 65 MK2. ეს კი არის Air 75 MK2 ჩემპიონი. ნუ მოკლედ, განსხვავება მათ შორის მცირე ზომაში არის, ეს სუპატარა ბავშვებისთვის არის იდეალური, ვერაფრით ვერ დააზიანებს, ვერავის, ვერ საკუთარ თავს, ვერაფერს ვერ დაარღვევს და მით უმეტეს რამეს ვერ დააშავებს ამით, თუმცა თითების მიკრომატორიკის დამუშავება პირველ რიგში. დრონის მართვა, რომელიც მოითხოვს საკმაოდ დიდ მოთმინებას, იმიტომ რომ იმისათვის FPV დრონის მართვა ისწავლო, არის საჭირო საკმაოდ დროის დახარჯვა. ანუ ეს არ გამოვა, რომ იყიდე, შეაერთე ბატარეას და ააფრინე. არა, გამოვა, მაგრამ უკან ვეღარ დააფრინე. და ეს დარწმუნებული ვიყავით, იმიტომ რომ ზოგიერთი დრონი, რომელიც ჩემს უკან არის, ეს მაგალითად 200-ით დაფრინავს, ეს 180-ით და ასე შემდეგ. კილომეტр/საათზე არის საუბარი. ამ დრონებზე არ ვიცი, არ გამიზომია GPS-ი მათზე არ აყენია, რომ ზუსტი სიჩქარე ვიცოდე, მაგრამ დაახლოებით ალბათ 80-60 კილომეტრამდე გაქაჩავს თუ მოინდომებთ. მოდი აბა გითხავთ, თქვენი აზრით რა ეღირება მხოლოდ დრონი
როცა დრონს ყიდულობ მხოლოდ დრონს. არც ბატარეა მოყვება, არც პულტი, არც სათვალე, არც სატენი, არაფერი მოყვება, მხოლოდ დრონი. თქვენი აზრით რა ღირს აი ეს ლამაზმანი? დაწერეთ კომენტარებში და ბოლოსკენ მე უკვე გეტყვით რეალურ ფასს. თუმცა არ გეგონოთ რომ ამ დრონებით არ შეგვიძლია ლამაზი კადრების გადაღება, თავისუფლად შეგვიძლია ზედ ვამაგრებთ GoPro-ს, აი აქ, თავისი სამაგრი აქვს სპეციალური. მე სარეკლამო რგოლებს ვუღებ სხვა კომპანიებს, თან ისეთ კადრებს, რომლებიც სხვა დრონებით არ გამოგივათ. ზოგადად FPV დრონების გადაღება საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით არის, ჯერჯერობით. ჯერჯერობით ასე არის, მე გამავითარებთ ამას და შეიძლება. ასევე არის ხალხი, რომლებმაც პირველად რაღაცა უბრალოდ ისწავლა ფრენა, მიდის და რაღაც ასლარად აკეთებს გადაკებას, რაც არის უპატივცემულობა ზოგადად FPV ჰობის და ზოგადად კინემატოგრაფიის და ზოგადად საერთოდ ყველაფრის, იმიტომ რომ დრო რესურსი ასე ჩადებული მხოლოდ იმაში, რომ აბით ფრენა გესწავლა, სირცხვილი და უპატივცემულობა არის საკუთარი თავის და რა თქმა უნდა კოლეგების, ფრენავების, რომლებიც ასევე დებენ დიდ დროს და დიდ რესურსს იმაში, რომ საუკეთესო რაღაც კადრები გადაიღო. შეიძლება ძალიან კარგი კადრები გადაიღო, მაგრამ 100 და 200 ლარი ეს არის უპატივცემულობა საკუთარი თავის. მაგათ უკვე აგიხსენეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა ანუ როგორ. ეხლა კი რა, როგორ ვიყიდო, როგორ ავარჩიო. ხშირად არის რომ შემოდიან კომენტარებში, კანამატო კომენტარებში ან პირად მესეჯებში და წერენ, დრონი მინდა. ეს ცოტა ისეთი კითხვა არის, რომ მე ვიწყებ იქ საუბარს, იქ ბევრი კითხვებს ვსვამისა ესა და ეს ზოგადად შეიძლება მოსაწყენად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე თუ არ ვიცი ზუსტად თქვენ რას ელოდებით დრონისგან. მოკიდი კაცო, არ არის პრობლემა, ეხლა მე ავიღებ ჩემ ნებისმიერ დრონს, რომელსაც ვკიდი და მოგცემ, აი, მაგარი დრონი არის. ყველა კარგი დრონია, რასაც ვკიდი, ცუც არაფერს არ ვკიდი, არც პულს, არც დრონს, არც სატენს, არც ბატარეას, არაფერს, არც სათვალეს. მაგრამ თუ ეხლა მე შენ მოკიდი იმას, რასაც შენ ელოდი, აი მაგალითად გინდა DJI დრონი იყიდო, რომელთაც გადაიღებ პირობითად შენს მოგზაურობებს, მანქანაში ზიხარ და ის თვითონ დაგზდევს და მოკიდე FPV დრონი და რჩები უკმაყოფილო, ხო? შესაბამისად, პრეტენზია გექნება ჩემთან და რაც მე არანაირად არ მინევი. ჩემი მიზანი არის უბრალოდ გავყიდო. ჩემი მიზანი არის რომ ჯერ პირველ რიგში გავაპოპულარულო ეს საკითხი, განსაკუთრებით FPV დრონები, შესაბამისი რეალობიდან გამომდინარე. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის რომ მიშოვო, რა თქმა უნდა, რაღაც შემოსავალიც გქონდეს აქედან. ნელ-ნელა შევდივართ ამ ბაზარზე, თან ვსწავლობთ რა გვინდა, როგორ გვინდა და რა არის საჭირო და ასე შემდეგ. და ამასთან ერთად ზოგადად გავყოფილი რომ დარჩეს მომხმარებელი. სულ მკითხებს რა დრონი გინდა, როგორი დრონი გინდა და აქედან გამომდინარე, მე შემიძლია შემოგთავაზოთ შემდეგ რა გირჩევნია. შეიძლება მე არ მქონდეს ეს დრონი, რაღაც რაც შენ გჭირდება, მაგრამ დაგეხმარები რა მიგითითებ რა, გეტყვი რომ აი ეს გჭირდება შენ ახლა და ჩვენთან არის მოძებნი მაგალითად აქა და აქა. ან სხვაგან მოძებნი, ან არ ვიცი სად მოძებნო, მაგრამ გირჩევ რომ დაახლოებით აი ამ დიაპაზონში ეძებე. ახლა რა შეიძლება ბიუჯეტი. თუ გაქვს 100-დან 150 ლარამდე, აქ დრონის ყიდვა გამორიცხული არის, ან როგორც გითხარით, სათამაშო დრონს, რომელიც რეალობისთვის თუ გათვლი უკვე ნაგავში გადის, თუ უბრალოდ სათამაშო და გასართობად იქეთ-აქეთ სასრულად ხელით, მაშინ კი კარგი არის, შეგიძლია იყიდო. და მე ფულს გადაყრე უბრალოდ. მე კი გირჩევ რომ მაგალითად მაგ ბიუჯეტში მოხვიდე ჩემთან იყიდო FPV პულტი, რომელიც გვაქვს ასევე ძალიან ბიუჯეტური პულტები და დაიწყო ვარჯიში FPV დრონის. საბოლოო ჯამში, დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა ახვალ იმ დონეზე რომ გიყოლება შენი დრონი, სათვალეც, პულტიც, სატენიც და ყველაფერი. 4 კადრონი გამორიცხე. ანუ ეგ არ არსებობს მაგ ბიუჯეტში. როცა უკვე 600 ლარამდე ავდივართ ბიუჯეტში, აქ არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ არასერიოზული, რა თქმა უნდა, არის რაღაც ანალოგები DJI-ს თუნდაც, ან მაგალითად შეგიძლიათ იყიდოთ ჩემთან დრონები, ან დრონი ან სათვალე, ან ასე შემდეგ, ცალკე კომპონენტი, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე სერიოზულზე, ან ნახევრად სერიოზულზე ვკონცენტრირდეთ. თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ თუ რაღაცას ყიდულობ და იმის სიამოვნებას ვერ იღებ, მეგობრებო, ეს ფული გადაინახო, შეაგროვო და შემდეგ განავითარო ის უფრო რაიმე ღირებულში გაორმაგო და ასე შემდეგ. FPV დრონების შემთხვევაში შეგიძლიათ რაღაცები ნაწილები იყიდოთ, მაგალითად სათვალე, დრონი, ბატარეები, სატენი და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც გითხარით, მთლიანი კომპლექტაცია არ გამოდის. 1000-1500 ლარის ფარგლებში უკვე ჩნდება შესაძლებლობები, რომ რაღაც სერიოზულსაც გამოვკრათ ხელი. მეორად ბაზარზეც ჩნდება ხოლმე რაღაც საინტერესო ვარიანტები, სიმართლე რომ გითხრათ. მეც მიყიდია ბევრი რაღაცა მეორად ბაზარზე. რაც შეეხება უკვე უშუალოდ ბიუჯეტის განხილვას, აქ შეგვიძლია 1500 ლარში მაგალითად პირობითად მოექცეთ და სრული კომპლექტაცია იყიდოთ ჩემთან FPV დრონების, თავისი სათვალე, პულტი, დრონი, 6 ბატარეა, ან 5 ბატარეა არ მახსოვს და სატენი. ეს მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ფაქტობრივად უსასრულოდ იფრინოთ მაგალითად აი ესეთი დრონით. როგორ ალბათ იკითხავთ? ანუ საქმე ფრენის დრო 3-დან 10 წუთამდე. გაჩნია როგორ იფრენ, ხო? თუ რბოლით იფრენ, უფრო ჩქარა დაგიждდება, რაც ლოგიკურია, ამას ხვდებით. როგორ და აი ასეთი სატენი. ეს არის სატენი, რომელიც არის სპეციალურად მსგავსი დრონების 1S ბატარეებისთვის. ბატარეებზე როგორც უკვე გითხარით, მოძებნეთ ჩვენი ვიდეო, ეს საათიანია, მაგრამ შეიძლება გამოგადგეთ მომავალში მაინც. ეს არის 6 შესაერთებლიანი სატენი, რომელსაც აქვს 3 შესაერთებელი სხვადასხვა დამატებით, რომელთაც შეგიძლიათ დამუხტო როგორც power bank-ის USB-C
IPS-ით. შეგიძლია დამოხტო 6S 4S ბატარეებით, ცალკე, რომელიც ეს დრონების ბატარეებია, მაგალითად, ჩემსავით დიდი ბატარეები თუ გაქვთ, თან აწყობთ, თან ყიდულობთ, ესეც შეგიძლია ჩვენთან შევუკვეთოთ, დავაწყობთ, აქ ძალიან დიდი ზომის იქნება და პატარა ზომის, მოკლედ თქვენი არჩევის მიხედვით. შეერთებთ უშუალოდ აი აქ. შეერთებთ და მაგალითად 10000 მAh და შეგიძლია წაიღო და ტენო რამდენიც გინდა შენს ველზე. აი 24 და 8 ვოლტს გიწერს ზემოდან. ან გაქვს ვარიანტი მაგალითად ნოუთბუქის შესაერთებლები რაც არის, აქაც აი ესეც არის, ხედავთ კი. ახლა როგორ დავფრინავთ უსასრულოდ, ხო? 6 ბატარეა აქ არის შეერთებული, ერთი დრონზე არის, ხო? სანამ 1 4 5 ბატარეა დაიცლება დრონის ფრენით. მანამდე აქ დატენილი იქნება. ანუ შენ შეგიძლია იდეაში, რა თქმა უნდა, ბატარეები საბოლოოდ გაფუჭდება და ან powerbank-ი დაგიჯდება ან ნავის. და შეიძლება რომ მაგალითად იდეაში უსასრულოდ იფრინო. შესაბამისად ახლა შეზღუდული უცებ მოვა დრონი, გამოერთებ ბატარეებს, შეერთებ და მზადხარ. შესაბამისად აქ უკვე დრო სხვანაირად განისაზღვრება. კითხვა გაჩნდება რა მანძილზე შეუძლია ფრენაო, რაც ხშირად მისვამენ კითხვებს. ეს არის დრონი, რომელთაც შეგიძლია პირობითად და იდეაში გაცდე ჰორიზონტსაც, ანუ ჰორიზონტს რო გადასცდები, რადიო სიგნალები ერთმანეთთან აღარ იკვეთება და აი აქ ხდება, ასე ვთქვათ, გათიშვა. სათვალე დამოვიწყდა უფრო ჭკვიანი რო ჩანდე. ჰორიზონტს რო გადაცდება უკვე დრონი, ხო, აღარ არის პირდაპირ რადიო კავშირი, ანუ ერთმანეთს ვერ ხედავს რადიო გადამცემი და რადიო მიმღები და შესაბამისად იქ წყდება კავშირი. ეს შეუძლია ამ დრონსაც, იმიტომ რომ 400 მილივატიანი ვიდეო გადაცემა აქვს და ILRS პულტის გადაცემა. ეს საკმარისი არის, რომ ასეთი ფრენა განახორციელო. თუმცა არის პრობლემა, რომ რეალობაში ეს გუზღუდავს ბატარეა. მე კი შემიძლია რომ ბევრი გამოცვალ და უსასრულოდ ვიფრინო, მაგრამ ახლოში რა, 500 მეტრი, 100 კილომეტრის მანძილზე. გავა ეს თავისუფლად კილომეტრზე და უკანაც შეიძლება დაგიბრუნდეთ. არ ვიცი ახლა ბატარეა თუ ეყოფა, გააჩნია დიდ ბატარეას თუ დააყენებთ ეყოფა სავარაუდოდ, მაგრამ ვიყოთ უფრო რეალისტები და ვიყოთ სერიოზულები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგ შემთხვევაში 500 მეტრი 1 კილომეტრი არის ნორმალური ჩემი აზრით, რომ შეგიძლია ამ დროინით იფრინო. თუმცა ეს არ არის მაგისთვის განკუთვნილი, ეს არის განკუთვნილი იმის, რომ სახლში იფრინო, ფრინო დადებულ გეითებში, ახლა დაინახავთ ეკრანზე, რას ნიშნავს ეს გეითებში ფრენა, რბოლა, ფრისტაილი, იმისათვის რომ ჯერ ერთი ნაკლებად გეშინოდეს, რომ რამე სხვას დაამტვრევ, იმიტომ როცა FPV დრონით დაფრინავ, სხვისი დამტვრევაზე ფიქრობ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი არის, ძალიან სწრაფი არის და ძალიან გამძლე არის. ამით უკვე სხვისი დამტვრევა არ შეგიძლია. აი. იტო ძალიან ჩატე არის, რაღაც 4-8 გრამამდე არის თუ არ ვცდები და ამასთან ერთად გაძლევს იმის საშუალებას, რომ სრული შეგრძნება ქონდეს ნამდვილი FPV დრონის. გამძლეობაზე ლაპარაკი ზედმეტია, ეხლა ახალი მოდელები არის ეს, ჩემპიონ მოდელი, როგორც უკვე გითხარით, რომლებსაც აქვთ ძალიან მაგარი მოტორები. პირველ რიგში. და რა თქმა უნდა, ფრეიმი ეგრეთ წოდებული, ჩარჩო, რომელიც ძალიან გამძლე არის, წინასთან შედარებით. წინაც ხო ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ესენი საერთოდ რაღაც სხვა დონეზე აიყვანეს, რაც ძალიან მომწონს და სიამოვნებს სიმართლე რომ გითხრათ. და უკვე თუ ზემოთ ავდივართ 1500 და 2000 და ზემოთ მივდივართ, იქ უკვე არჩევანი არ არის საოცარი. ჩემს უკან ხედავთ, აქ უმეტესობა ჩემი აწყობილია, მაგრამ არის დრონები, რომლებიც მოკლედ საოცარ შედეგები შეიძლება გაგიყვანოთ. იფრინოთ 10, 15, 20 კილომეტრზე, long range-ები ახორციელოთ, freestyle-ის უკვე სერიოზულ დონეზე ახვიდეთ და ასე შემდეგ, თუმცა დამწყებისთვის სავსებით საკმარისია, ბავშვებისთვის კი აუცილებელია უფარის ეს ბატარეები და ზოგადად ამჯერად ძალიან კარგი ინვესტიცია იქნება თქვენს ახალგაზრდებში, ზოგადად საკუთარ თავშიც და ზოგადად FPV დრონში ინვესტირება ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ახალგაზრდების და ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებულად პლუსი არის, რადგან მიკრომოტორიკის დამუშავება ხდება პულტზე მოძრაობისას. ამასთან ერთად გიწევს რაღაც დონეზე მინიმუმ პროგრამირების სწავლა, ინჟინერიის სწავლა, რადიოს ხშირეების, ზოგადად უფრო რაღაცნაირ ახალ სპორტის შესაძლებლობას, იმერსიის შესაძლებლობას გაძლევს, სამყაროს რაღაც სხვა თვალით დანახვა შეგიძლია, ვიდრე ყველა ხედავს და ეს მე ვფიქრობ ერთ-ერთი უდიდესი პლუსი არის. ამიტომ ვქმნით აკადემიას, დრონების აკადემიას საქართველოში, რომელიც ძალიან მალე ჩაეშვება უკვე ცურვაში, იქნება პირველ დასაწყისში ბათუმსა და თბილისში, თუმცა ნელ-ნელა უფრო და უფრო გავაფართოვებთ, რა თქმა უნდა. და სანამ დავასრულებ, 1-2 სიტყვით ვიტყვი ახლანდელ კანონმდებლობაზე, რომ რბილად ვიტყვი ცოტათი აბსურდული არის. პირველი, სიმაღლის შეზღუდვა 120 მეტრზე მაღლა DJI დრონები აღარ დაფრინავს, რაც არ არის დიდად ცუდი სიმართლე რო გითხრათ, არაფერში არ ჭირდებათ ეს კილომეტრი და 2 კილომეტრებზე ფრენა ყველას. ხო, მომენტები, რომელსაც ადამიანებმა რაღაცები დაარღვიეს ამით. საფრთხეს უქმნის სხვასაც და საკუთარ თავსაც, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაფრინავთ ადამიანების თავზე, არც FPV დრონით, არც DJI დრონით, არც ერთი დრონით, იმიტომ რომ ეს არის დიდი საფრთხე, ეს არის დიდი მეტალი, რომელიც
შეიძლება მოწყდეს ციდან თავისუფლად საუკეთესო დრონები მინახავს $20,000-იანი, $50,000-იანი დრონები, რომლებიც უბრალოდ ჰაერში დაფრინავდნენ. მისთვის არც არაფერი დატაკები, არც არაფერი მოსწრება, უბრალოდ რაღაცა მოხდა. პატარა ბზარი იყო, რომელსაც ვერ შეამჩნია პროფესიონალი ხალხთან $40,000-იანი დრონით, ხო ხდები პროფესიონალის მეტი არავინ არ აფრინავს, არა? იდეაში. და უბრალოდ მოწყვეტილა და ჩამოვარდნილა. საბედნიეროდ იქ ქვემოთ არავინ არ იყო. ამიტომ თქვენ ადამიანები, რომლებიც ახლა დაიწყებთ ან რა ვიცი, თუნდაც პროფესიონალები ხართ, ხო, ნუ გაუთავობდებით ამას ზედმეტად. ერთი ცუდი შემთხვევა შეიძლება გახდეს დიდი დარტყმა მთლიანად დრონების community-ზე საქართველოში. ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს, რადგან უკვე მიიღეს კანონი, რომელშიც წერია, რომ დრონის ფრენის დროს მას უნდა ვხედავდეთ. ვერც კი აგიხსენებთ, თუ როგორ აბსურდთან დაახლოებული არის ეს ფორმულირება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ანუ ხედავთ რა შეიძლება ხარ, აი ვიზუალურად ნუ ხედავთ, აი აქ ხო არის დრონი, აქ დაფრინავს, ნუ ხედავთ. მაგრამ რო გავიდა, რაც შემდგენ 5 კილომეტრზე როგორ დავიდა? ეს გეუბნება რომ ანუ შეზღუდული ხარ. გასაგები ახლა ამის კონტროლი და არ ხდება, მაგრამ აქ კიდევ ერთ პარადოქსს ვაწყობ. მიხვდებით ალბათ რა პარადოქსს? ეს არის ჩემი ძალიან მაგარი სათვალე, რომელსაც ახლა გავიკეთებ. არა, მე გიხედავ დრონს, მაგრამ ფთებს ხოლმე. ანუ როგორ უნდა ვხედავდე დრონს? ვინ დაწერა ეს? საიდან მოვიდა? რომელი გალსტუკით დაწერე? რა შუაშია? არისო ვინმე ისეთი, რომელიც გეტყოდათ, რომ მაგალითად დრონები იმის გარდა მეტი არსებობს, რაც შენი ძალიან კარგი ხელფასით ჩემო კანონმდებელო, შეგიძლია იყიდო. არსებობს სხვა დრონებიც, რომელიც უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე უბრალოდ გახსნას ყუთიდან და გაფრენას. რას ვიტანთ? ყველაფერს ხოლმე გამოასწორებენ ერთად. მოგეთ რა ვისწავლეთ? რაც ვისწავლეთ და თავიდან გადაახვიეთ თუ აღარ გახსოვთ რა ვისწავლეთ და უყურეთ. რა დავამატოთ? დავამატოთ ის, რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ თუ შეგხვედრიათ ადამიანი, რომელმაც იყიდა მსგავსი ნაგავი დრონები ან სათამაშო დრონები, როგორც კი ჩვენ ისე დავარქვათ. და ხო, ფასი გამახსენდა. ეს დრონი, რომელიც არის ხელის გულზე, რომელიც ეტევა და რომელიც რეალურად ძალიან მაგარი დრონი არის, ღირს ჩვენს მაღაზიაში, როგორც გითხარით, ეს არის R75 MK2 ჩემპიონი. ხო და რომელსაც ძალიან გრძელი სახელი აქვს, მაგრამ ეს ტყუილად არ არის. 450 ლარი. შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან, იფრინოთ და აღარ იდარდოთ იმაზე, რომ რაღაც ნაგავი შეგეტენებათ. კარგი, რა დაგავიწყდით გამოწერა, რა დაგავიწყდით მოწონება, კომენტარებში დაწერათ. რაიმეს, კარგი ცოლოთ, ახლა ცუდებს უნდა მიწერთ. რამდენი ვიწვალე, რამდენი განათებები მაქვს დაყენებული, რო იცოდეთ. და როგორ ცხელა. და ლედ განათებები და რატომ ცხელა. და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა, განათებები.